ვიცი რომ დაახლოებით იანვრის გამარჯვების შემდეგ შეადგინე ეს გეგმა, რომ შეგეძლო კალენდარულ წელში 4-ჯერ გეჩხუბა და აი ერთმანეთს უკვე მეოთხე ბრძოლის წინ ხვდებით. ოდნავ შოკირებული ხომ არ ხარ იმით, რომ ყოველივე ეს ასე იდეალურად დაალაგდა. დიახ, ჩემი მიზანი იყო, რომ წელს ყოფილი ყავი ძალიან დაკავებული. ამიტომ დიდი მადლობა იოსის, რომ ეს შესაძლებელი გახადა. მე ნამდვილად მსურდა, რომ წელს 4-ჯერ მეჩხუბა და ასეც ხდება. 4 შაბათია, შაბათს კი ბრძოლა მელის. მხოლოდ წონის დაფიქსირება გადამრჩა. შემდეგ კი ვისიამოვნებ. როგორ მიდის წონის კლების პროცესი, უკვე ბევრი ვიდეო და ინტერვიუ ნახეთ და მოდი თავადაც გაგვიზიარე შენი აზრი. მარტივი არასდროსაა. რთულია ეს და მენტალური ჭიდილი გიწევს, თუმცა 4 შაბათობით თავი უარესადაც მიგრძნია. დღეს მშვენივრად ვარ. ყველაფერი კარგად იქნება. პანიკის განმავლობაში რა წინააღმდეგობებს ხვდებოდი, იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივია შენს სხეულთან მიმართებით უამრავი სამუშაოს გაწევა გიხდებოდა. მუშაობასთან, ვარჯიშთან და დისციპლინასთან დაკავშირებით პრობლემები არასოდეს მაქვს. პატარ-პატარა ტრამვებიც მქონია, თუმცა არც ესაა პრობლემა. მათაც უმკლავდები და არ წუწუნებ. ყველა მიცის, რომ UFC-ის ექიმების გარდა არასდროს არავისთან წუწუნებ. ჩემთვის რთული ნაწილი მხოლოდ წონის კლებაა. სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა. ამ ბრძოლაში შენი მიზანი რა არის? პიოტრე წინაჯერზე მაქსიმალურად დომინანტურად დაამარცხე. ახლა კი ალბათ ერთგვარ წნეხს გრძნობ იმის გამო, რომ შენგან ყველა არანაკლებ პერფორმანსს მოელის. ისი გაკეთება გჭირდება საიმისოდ, რომ ამჯერად უკეთესი იყო. ჩემი მიზანი მისი დაფინიშებაა, რაც რთული იქნება, რადგან ის არავის დაუფინიშებია. მაგრამ მთავარია მორიგი გამარჯვება მივითვალო. რა თქმა უნდა, ეს რეკორდული მიღწევა იქნება, რადგან წელს მეოთხე ბრძოლას მოვიგებ. მაგრამ ჩემთვის ეს იქნება ერთი მორიგი გამარჯვება UFC-ში. თითოეული გამარჯვება კი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ასევე ჩემი ქვეყნისა და ჩემი გუნდისთვის არის მნიშვნელოვანი. მინდა UFC-ს ქომაგებს კარგი ბრძოლა უჩვენო. ჩემი და პიოტრის ბოლო ბრძოლა კარგი იყო, მაგრამ მინდა რომ ამჯერად კიდევ უფრო კარგად ვიჩხუბო, რადგან მუდმივად ვითარდები და უკეთესი ხდები. როგორც ვიცი, წინა ბრძოლა პატარა გალიაში შედგა. ახლა კი სრულყოფილი ზომის ოქტაგონში შეხვალთ. შეიძლება ამან გავლენა იქონიოს და თუ ასე რომელი თქვენგანი სასარგებლოდ. არ ვიცი. დიახ, მაშინ პატარა ოქტაგონში ვიჩხუბეთ და არ ვიცი ახლა რა სხვაობა იქნება. მე მებრძოლი ვარ და ჩემთვის მთავარი მაინც ისაა, რომ ოქტაგონზე შევიდე და არა ღია ტატამიზე. კედელს ყოველთვის მივაგნებ და ჩემს მეტოქესაც ყოველთვის მოვაქცევ წნეხის ქვეშ. გამარჯვების გზას აუცილებლად მიპოვი. რამდენად გახარებს მიმდინარე აქტიურობა სუპერმსუბუქ წონის დივიზიონში, რამდენიმე დიდი ბრძოლა უკვე ჩაინიშნა შემდეგ თვეებში. გამოჩნდნენ ახალი პრეტენდენტებიც. ზაჰაბი ამბობს, რომ შენთან შეხვედრა სურს და როგორც ჩანს, ბრძოლების პრობლემა არც შემდეგ წელს იქნება რა. დიახ, ამ ყოველფრით ახტაცებული ვარ. ზაჰაბის ხანგრძლივი მოგებათა სერია აქვს, რაც ძალიან კარგია. ასევე ჩაინიშნა სონგ იედონგის შენომალის წინააღმდეგ და თუ როგორღაც იედონგი გაიმარჯვებს, ცხადია უმალისკენ ვარ, მაგრამ თუ იედონგი გაიმარჯვებს, რა პრობლემაა მასთან ვიჩხუბებ. სხვა ბიჭებსაც აქვთ ბრძოლები ჩანიშნული და გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება მომდევნო პრეტენდენტი ვიხილოთ ჩემთვის. თუმცა მე ჯერ პიოტრიანისთვის ვემზადები და არ უყურებ მას ზემოდან, რადგან ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა. ყველა ბრძოლა კი ერთნაირად ვერ წარიმართება და ნებისმიერ შეცდომას შეუძლია ყოველფრის შეცვლა. მე კარგად ვიაზრებ პიოტრიანისგან მომავალ საფრთხეს. ის სახიფათო მებრძოლია, თუმცა იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებ. შემდეგ კი, როგორც თქვენ თქვით, დივიზიონში კიდევ ბევრი პრეტენდენტი ყავს. ამ ბრძოლის მოგების შემთხვევაში UFC-ში მიჯრით მე-15-ად გაიმარჯვებ. UFC-ის რეკორდი 16 გამარჯვება კი ისლამს და ანდერსონ სილვას ეკუთვნით. შესაბამისად, შენ UFC-ის ისტორიაში ყველაზე გრძელი გამარჯვებათა სერიის მქონე დიდებულ მებრძოლებს შორის აღმოჩნდები. დიახ, ეს დიდებული მიღწევა იქნება. ამით თავს კიდევ უფრო კარგად ვიგრძნობ. ჩემი ოცნება მხოლოდ UFC-ში ბრძოლა იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასე შორს მოვიდოდი, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ წინ მივდივარ. უკეთესი ხდები. ვამხობ რეკორდებს და ბუნებრივია ეს ყოველივე სასიამოვნოა. Keep going and keep improving and breaking records, and this feels good for sure.
მერა პიოტრთან პირველი ბრძოლის პერიოდში თქვენ შორის იგრძნობოდა დაპირისპირება, რაც აწონების დროსაც გამოვლინდა. ცოტა ხნის წინ აქ მასაც ვესაუბრეთ და ამჯერად შენზე გაცილებით დადებითად ისაუბრა. თქვა რომ ყოველ დროის საუკეთესო სუპრემსებო გწონოსანი ხარ და თუნდაც ვინმესთან წააგო, ალბათ იმსახურებ დაუყოვნებლივ რეიმატჩს ნებისმიერის წინააღმდეგ. როგორ ფიქრობ, წინა ბრძოლის შემდეგ თქვენ შორის დაპირისპირება გადალახულია? დიახ, იმ პერიოდში ეს ბრძოლა ჩემთვის გაცილებით უფრო პირადი ხასიათის იყო, ახლა კი ეს შეჯიბრების ნაწილი უფროა, რადგან ერთხელ უკვე ვიჩხუბეთ. დაავმარცხე და მას შემდეგ მისი ყოველი გამარჯვების შემდეგ ვიკონტაქტებოდი. with him now. Every time he was fighting, და თვალს ვადენებდი მის ინსტაგრამს. I look his Instagram. He's a ჩანს რომ კარგი მამაა. როგორც მებრძოლის ყოველთვის კარგი იყო. ერთადერთი პრობლემა, რაც მის მიმართ გამოჩნდა, ისაა, რომ ბულერობდა და ჩემზე ბინძურად ლაპარაკობდა. about me, about Aljo, our team, and ასევე ალჯოსა და ჩემს გუნდზე. he was just not უბრალოდ სათანადოდ არ გვცემდა პატივს და პრობლემაც ეს იყო. თუმცა ახლა ყველაფერი მოგვარებულია. რაც არ უნდა მოხდეს, ხოლოს ჩამოვართმევ და ცხოვრებაში ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ. best for his life. ის ხუმრობს, რომ ტაილანდში მასთან ერთად რეალიტი შოუში მონაწილეობის მიღების შეგეშინდა. გითხარი, შოუში მასთან ერთად მონაწილეობა რატომ არ მიიღე? I just win fight. როგორც მახსოვს, მაშინ შონო მალი ახალი დამარცხებული მყავდა. ახალ ბედა ჩემპიონი ვიყავი. ეგ რეალიტი შოუ კი ტაილანდში იმართებოდა არაერთი შეშლილი მებრძოლით და Showing it was in Thailand წასვლის სურვილი ნამდვილად მქონდა, მაგრამ with არ ვიცი. with the crazy fighters, and yeah, I was willing to go, but and then the like a lot of people told me to like just it was I don't know. I ended up don't go and საბოლოოდ არ გამოვიდა და იქ ჩემი მეგობარი ალჯამინ სტერლინგი გაემგზავრა. I wasn't not შეშინებული არ ყოფილვარ, მაგრამ უბრალოდ არ გამოვიდა, რადგან ყველაფერი სათანადოდ არ დაალაგდა. scared, but ამიტომაც ვერ წავედი. go there because there is some. It was თუმცა საკმაოდ დიდი თანხა შემთავაზეს და უარის თქმა ძნელი იყო. there I go. But, yeah, but they offered me a lot of money. It was hard to say no. ანუ ეგ თანხა ალჯამინმა მიიღო. But and then როგორც ვიცი, ალჯოზე მეტ თანხას I მთავაზობდნენ. guess they need me. They offered me more და ცოტა არ იყოს იმედი გამიცრულდა ალჯამინ სტერლინგსაც იგივე რაოდენობა რომ არ მისცეს. money. I'll do myself. გიჟური ამბავი იყო. But even ამ შეთავაზებას ალჯოც ბოლო წუთზე დათანხმდა და გადამარჩინა. მახსოვს ბოლო გამარჯვების შემდეგ თქვი რომ შეიძლებოდა მომდენო კონტენდერი მარიო ბაუტისტა გამختارიყო. ახლა კი სონგია დონგი ახსენე. ასე ყოველთვის გინდოდა ფიგერეიდოსთან ბრძოლა, მაგრამ მათ მუდმივად ისეთ ხალხთან აწყვილებენ, რომლებთანაც შენ უკვე ნაჩხუბარი გაქვს. ხომ არ ისურვებდი რომ UFC-მ შეწყვიტოს ამ ახალი სახეების იმ მებრძოლებთან დაწყვილება, რომლებიც უკვე დამარცხებული გყავს, იმიტომ რომ ამჟამად მაგალითად პოტენციურ პრეტენდენტებს უმარიანად გურებს. that's cool, of course. არა, ყველაფერი რიგზეა. დივიზიონის საქმე წინ მიდის. The Mario Bautista. მაშინ ბაუტისტას როგორც მახსოვს მიჯრით 8 გამარჯვება ჰქონდა. ამიტომაც მინდოდა მასთან შეხვედრა, რადგან საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. Now we all see his. ახლა კი ყველამ ვიხილეთ, რომ ჯერჯერობით იმავე პოზიციაში დაბრუნება გაუჭირდება და შეიძლება საუკეთესო პრეტენდენტი არც ყოფილა. I guess he wasn't that თუმცა კარგია, რომ დივიზიონი მუდმივად მუშაობს. contender. უყურებთ ვინ რა დონეზეა და ასეც უნდა იყოს. And keep going. მე არ უნდა დამელოდნენ. ვისაც UFC შეამთავაზებს, იმას ვეჩხუბები. მაგრამ ცხადია მირჩენია, რომ შევხვდე მათ, ვისაც ზურგს გრძელი მოგებათა სერია უმაგრებს. Whoever UFC puts me კარგად გამოიყურებიან და ვინც ჩემში აღტაცებას, მოტივაციასა და მეტი მუშაობის სურვილს აჩენს. like a very good and who makes me excited. ამჟამად ასეთი მებრძოლი პიოტრ იანია, Make me to work hard. რადგან მან ძალიან დომინანტურად დაამარცხა დეივისონ ფიგერეიდო, სონგია დონგი და მარკუს მაკი. He beat Davison Figueiredo. He beat შესაბამისად ახლა მისი ჯერია. and he beat Marcus Magui very dominant way. So now he's the guy. მე რა შენ გადაწყვიტე რომ pay-per-view-ს ერა ESPN-ის ამ ბოლო კარდით დაგესრულებინა. ეს შენთვის რამეს ნიშნავს და პარამაუნტთან ერთად ამ სპორტის ახალ ეპოქაში რასაუდებია. Mera, of course, like რა თქმა უნდა, ბოლო pay-per-view ივენტზე ასპარეზობა შესანიშნავია. ფიქრობ რომ აქ ჩატარებული თითოეული ბრძოლა რაღაცით გამოირჩევა. every fight I have it's something. ვიჩხუბე სფეროში, შეიძლება თეთრ სახლშიც ვიბრძოლო და ზოგადად ჩემთვის აპექსში ბრძოლაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს და Even just fight. ამისთვის ამ ორგანიზაციის მადლიერი ვარ. ყველაფერი კარგადაა. ESPN-ი ჩინებულად ირჯებოდა და მათ კარდებზე ასპარეზობა მომწონს. Yeah, ESPN did very good work, and yeah, I love fight. ESPN.
talked about just now, ცოტა ხნის წინ იმ სხვაობაზე ისაუბრე, რაც 2 წლის წინ პიოტრ იანთან პირველი ბრძოლის წინარე პერიოდსა და ამჟამინდელ პროცესებს შორისაა. ამ ეტაპზე, როცა ქამარს ფლობ, პატივისცემაზე აგებული ბრძოლის წინა პერიოდი გირჩევნია თუ ოპონენტმა რაღაც დოზით ცეცხლი რომ დაანთოს. No, I never like დრამატული პროცესები არასოდეს მომწონდა. dramatic or something, you know. ჩვენ პროფესიონალი მებრძოლები ვართ და Fighters and ჩვენს პერფორმანსს ადამიანები მაინც უყურებენ. we don't have to, ამის გაკეთება არ გვჭირდება. you know, it was one guy იყო მხოლოდ ერთი გატუტუცებული ბიჭი, რომელიც ბრძოლის შემდეგ დამიკავშირდა და მითხრა, რომ მისი სურათი არ დამეპოსტა, რადგან რაც მოხდა, ყველაფერი ბრძოლის წინა სიტუაციის მომზადებას ემსახურებოდა. კითხე, რატომ გააკეთა ეს და უთხარი, რომ მას ამის გაკეთება არ სჭირდებოდა. შემდეგ მისმა ასისტენტმა თუ მასთან რაღაცნაირად დაკავშირებულმა ადამიანმა დამიერეკა და მითხრა, რომ რაღაც სიტყვა მითხრა და მის გახსენებას ვცდილობ. დამავიწყდა რა სიტყვა. თუმცა შინაარსი ისაა, რომ ასეთი რაღაცები არ მომწონს. MMA-ის კომაგები ჩვენს ბრძოლებს მაინც უყურებენ და თუ ბუნებრივად არ ხდება, რატომ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა? მე ეს არ მომწონს. მე გულწრფელი ბიჭი ვარ და რაც მოხდა, ყველაფერი ნამდვილი იყო. შემიძლია ვიხუმრო, მაგრამ ხუმრობაა და უმიზეზოდ ტრეშ-თოქი არ მსიამოვნებს. არც ის მომწონს, როცა ვიღაც უმიზეზად შეურაცხყოფას მაყენებს. and I don't like to somebody disrespect me for no reason. მერაბ გამარჯობა. Last week there was მერაბ გასულ უქმეებზე საქართველოში წარმატებული MMA-ის ივენთი გაიმართა. შენი აზრით ეს იმის აღნიშნული ხომ არაა, რომ საქართველოს შეუძლია UFC-ის ივენთს უმასპინძლოს? Აბსოლუტურად. MMA-ის ახალი ორგანიზაციის რკენას მოწყობილმა პირველმა ივენთმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რა თქმა უნდა, ეს აჩვენებს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. 10,000-იანი არენა სავსე იყო. დიდებული შოუ და ბევრი ახალგაზრდა ქართველი ტალანტი ვიხილეთ. თუ UFC საქართველოს ოდესმე გაიმართება, ეს ბიჭები UFC-ში საქართველოში იჩხუბებენ და ბევრ ქართველ მებრძოლს ეს UFC-ის კარს გაუხსნის. It's gonna open doors for a lot of Georgian fighters to in UFC, you know, if რა თქმა უნდა, თუ UFC საქართველოს შედგება. like UFC Georgia it happens. perfect. მერაბ, countdown-ში შენ თქვი, რომ ყველა brand-ი შენ სპონსორობას ცდილობს და შესაბამისად მანქანებს, ტანსაცმელსა და საათებს უფასოდ იღებ. What does champion რაში ხარჯავს ჩემპიონი ფულს დღეს? It's crazy. სრული სიგიჟეა. Yeah. Just I'm paying taxes. ამერიკაში გადასახადებს ვიხდი და and just ორიოდე იპოთეკური სესხი მაქვს. That's it. სულ ეს არის. ზოგადად დიდი ოდენობის ფულს არ ხარჯავ. Like crazy money like people like Thank you Mirab. წარმატებები რეკორდის დამხობაში. შაბათს. nobody guys. Აი. Hi Mirab, thank you so much for your time. In your first fight, იანთან პირველ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი შენმა წნეხმა და ტემპმა ითამაშა. რა შესწორებები შეიტანეს შენ სტილში და თუ შეიტანეს საერთოდ ამ ბრძოლისთვის? have you prepared for in this rematch? Yeah, I'm keep telling myself. საკუთარ თავს ვეუბნები, რომ same ისეთივე განწყობა და წნეხი უნდა შევინარჩუნო, თუმცა ახლა ამის გაკეთება რთული იქნება. ჩემი აზრით, პიოტრიანი ამჯერად უფრო აგრესიული იქნება და შეეცდება, რომ წნეხის ქვეშ მომაქციოს. მე კი შევეცდები, რომ უფრო ტექნიკურად გავისარჩო. ზოგჯერ მჭირდება, რომ მასზე გაბრაზებული ვიყო. ნახოთ რა მოხდება. უპირველეს ყოვლისა, წონის დაფიქსირებაზე ვარ ფოკუსირებული და შაბათის გეგმებზე პარასკევს დავიწყებ ფიქრს. ახლა ძალიან მშვიდად ვარ. გარეთ პიოტრი შემხვდა. მიესალმე და მოვიკითხე. თბილი გამარჯობა უთხარი. That's beautiful. შენ ტექნიკურობა ახსენე და თქვი, რომ მასზე ხარ ფოკუსირებული. რა ისწავლე იანთან პირველ შეხვედრაში, რომელიც ამ რემატჩიც გადმოგაქვს? With Jan that carries into this rematch. როგორც მებრძოლი პიოტრი შეიძლება ამ ჩაგრილს შევადაროთ. თუ გაიძულა, რომ უკან დაიხიო და დაცვაზე იფიქრო, გაგანადგურებს. შენ მას უნდა უპასუხო. შანსი არ უნდა მისცე და მასთან ბრძოლისთვის გჭირდება, რომ გაბრაზებული იყო. სწორედ ეს ვისწავლე. You have to be mad to fight him. That's what I learned. Thank you so much. Thank you.
Over here. Hi, Merav. You just მერაბ, შენ ახსენე თუ რამდენად მნიშვნელოვანია შენი ქვეყნის წარმოდგენა და UFC-ის ივენთი საქართველოში ჩატანა. რაიმე სამომავლო გეგმა ან პროექტი თუ გაქვს სროლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ქართველ მებრძოლებს გააპიარებ. from Georgia or any project that you maybe can be thinking in the future to promote then. Of course, absolutely. You know, I'm რა თქმა უნდა, Georgian and- მე ქართველი ვარ და ჩემს ქვეყანას მუდმივად გვერდში დაუდგები და and I was always- MMA-ის I ქართველ would- მებრძოლებს ყოველთვის დავეხმარები მაქსიმალურად. რამდენადაც შემეძლება. იქნება ეს პიარი, UFC-ში მოხვედრა ან ნებისმიერი რამ. wherever I can. You know, I'm working on some ახლა რაღაც პროექტებზე მუშაობ და soon. ამასთან დაკავშირებით კარგ სიახლეებს მალე ყველა შეიტყობს. About this and yeah, whatever I can. I რაც will შემეძლება do ჩემს ქვეყანას და MMA-ის ქართულ მებრძოლებს ყოველთვის დავეხმარები. MMA, my Georgian MMA fighters. And now thinking შენი about აზრით, რამდენი გამოწვევა დაგრჩა 135 ფუნტ დივიზიონში და 155 ფუნტში გადასვლას ხომ არ გეგმავ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იქ ალჯო ასპარეზობს. on the 145, considering that you have Aljo there on that division. Yes, right now I'm focusing on ამჟამად ჩემი დივიზიონის ქამარზე ვარ ფოკუსირებული, სადაც კიდევ დაარჩა გამოწვევები და მალე ახალი კონტენდერებიც გამოჩნდებიან. other fights. როგორც კი აღნიშნე, ჯერ პიოტრ იანს უნდა მოუგო. More contenders and like I said, first I have to win. შემდეგ კი გავარკვევთ თუ ვინ არის საუკეთესო და მას დაუპირისპირდები. From there, who will be best and I will fight the best. შეიძლება შეუჩერებელი ვჩანდე, მაგრამ I look like unstoppable, but it's მაგრამ ეს ბრძოლაა და არ მინდა მოვლენებს წინ გაუსწრო. I- მირჩენია რომ ყველაფერს I just ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვე. step by step, you know. Okay, thank you. Thank Merav. you.